ილია სახელმწიფო უნივერსიტეტში კვოტების განაწილების საკითხი და ამასთან დაკავშირებით დაწყებული პროტესტი პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ განათლების რეფორმა ნამდვილად საჭიროა, თუმცა ამ გადაწყვეტილებას კრიტიკულად უყურებენ. მათი შეფასებით აღნიშნული პრობლემებს ვერ მოაგვარებს. მმართველი გუნდის განცხადებით კი საჭიროა დისკუსია და არგუმენტების გაზიარება, რაც მათივე თქმით ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან მათ ვერ დაინახეს. როდესაც უნივერსიტეტებს ეუბნებიან პირდაპირ, რომ თქვენ არ გაქვთ უფლება კონკრეტული დისციპლინა ასწავლოთ და თურმე პოლიციის პოლკოვნიკმა უკეთესად იცის, ვიდრე აკადემიურმა საზოგადოებამ რა არის მნიშვნელოვანი უნივერსიტეტისთვის, ეს არა განათლების რეფორმა, არამედ არის საპოლიციო ღონისძიება განათლების გასაუქმებლად. დაუქმება უნდათ იმ დამოუკიდებელი აკადემიური სივრცეების, სადაც არის პროტესტი, სადაც არის წვავე კრიტიკა ქართული ოცნების. რეალურად რეფორმა ჭირდება ჩვენს განათლების სისტემას, ამაზე არავინ არ დაობს. უბრალოდ მსგავსი ფორმით, მსგავსი მიდგომით ეს არ არის რეფორმა, რომელიც ემსახურება ჩვენი როგორც სტუდენტების, ასევე პროფესორ-მასწავლებლების რეალურ ობიექტურ ინტერესებს. არის სპეციალური ღონისძიება, რომ გადაარჩინო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. სხვა არაფერი ამ კონკრეტულ ქმედებას, რაც ვთქვათ, ხელების გადაგრეხვის პრინციპით, როდესაც მოქმედებენ, არავითარი კავშირი არ აქვს განათლების რეფორმასთან. როდესაც ნაცვლად იმისა, რომ არგუმენტით იქვე მომხდარიყო აპელირება რაღაცა კონკრეტულ ფაქტებზე, ხო? ამის ნაცვლად აგროვებ ხელმოწერებს, მიდიხარ რაღაცა აქციებს მართავ და აქციის დროს ისე უარგუმენტოდ ლოზუნგებით ცდილობ რაღაცა შენი ფსევდო სიმართლე დაამტკიცონ, ფაქტია ვის მხარეს არის მართლა ჭეშმარიტება და სიმართლე. არგუმენტებით გამყარებულ საკითხებში ყოველთვის ვიყავით და ვართ მზად ვისაუბროთ და საქმეს გამოვადგეს ის ჩვენი ენერგია, რომელიც აი ამ სიტუაციაზე იხარჯება. და ჩვენი მომავალი თაობისთვის შევხვდათ იმისი შესაძლებლობა, რომ საქართველოსშივე მიიღოს მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლება. ყველა რელევანტურ აქტორთა სამინისტროს უკვე მრავალი შეხვედრა ჰქონდა. ჩვენ ვიხილეთ დებატები, სადაც პრემიერი და განათლების მინისტრი ისხდნენ, მეორე მხარეს ეს დაინტერესებული მხარე იყო, მათ შორის ილიაუნის რექტორი და რაც არგუმენტი წარმოადგინა ამ ქალბატონმა პრემიერმა მოინიშნა და მას პირობა მისცა, რომ აუცილებლად აისახება ეს ყველაფერი, რაც არგუმენტირებული იყო ამ ქალბატონის მხრიდან. ხოლო რაღაცა შეფასებები რაც კეთება მათი მხრიდან და არგუმენტები არ მოსდევს ამ შეფასებას, რა თქმა უნდა, ეხა შეფასება, მათი უფლებაა, თუმცა ჩვენი შეფასება. არ შეიძლება პოლიტიზებული იყოს არც ერთი უნივერსიტეტი, არც კერძო, არც სახელმწიფო, მაგრამ როდესაც პოლიტიკური მაგალითად, როდესაც გამოდის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი და საუბრობს იმაზე, რომ ქართულმა ოცნებამ შექმნა კონცეფცია, ხო? ანუ ხელისუფლებას, ანუ ზუსტად იგივე, ასე ვთქვათ, ლექსიკას მიყვება, რასაც მიყვება რადიკალური ოპოზიცია. ხო შეიძლება ასეთ რამეს აკეთებდეს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა. ხო ისინი არ უნდა შედიოდნენ პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, პროცესებში, მათი სურვილი უნდა იყოს საგნობრივი მსჯელობა ყველა თემასთან დაკავშირებით. რაც მე პირადად შევთავაზე უნივერსიტეტის ხელმძღვანელს, უნივერსიტეტის რექტორს, ორ დღეში წავიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. არ მოწონთ გავიგეთ, მაგრამ რატომ არ მოწონთ ვერ გავიგეთ. შესაბამისად, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, დისკუსიის გაგრძელებას აზრი არ აქვს. როდესაც ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოგაქვს კონცეფციის წინააღმდეგ, კონცეფციის კონკრეტული პუნქტების წინააღმდეგ 2 საათი ქონდა ამის შესრულება და ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოიტანე. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, რთულია დისკუსიის გაგრძელება. ნებისმიერი უნივერსიტეტის შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ არგუმენტები, შევიდეთ ჯანსაღ დისკუსიაში თუ ამის მზაობას დავინახავთ.